4 ძირითადი ნაბიჯი, მათ ვინ შეიძინეთ ჩემი ვიდეო დიალოგების კრებული, იმისთვის რომ თქვენ აი ამ ქედან სარგებელი წამოიღოთ და რეალურ სიტუაციებში შეძლოთ ამ ინფორმაციის გამოყენება. ნაბიჯი პირველი. ვუსმენთ, ვირჩევთ თემას და ვუსმენთ თავიდან ბოლომდე. მიუხედავად იმისა, 80%-ს გავიგებთ, 70%-ს გავიგებთ, 20%-ს თუ 30%-ს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავიდან ბოლომდე ვუსმენთ. ნაბიჯი 2. ამ შემთხვევაში თითოეულ ვიდეოს ახლავს თავის სათაურს დავაწყაპუნებ და გაჩნდება სრული ტექსტი პლეიერის ქვევით, ინგლისური, ქართული თარგმანით. ამჯერად ვუსმენთ იგივე ვიდეოს, ხოლო თვალით მივყვებით ინგლისურ ქართულ ტექსტს. ნაბიჯი 2. ნაბიჯი 3. ვუსმენთ ვიდეოს, ოღონდ ამ შემთხვევაში ტექსტს არ ვუყურებთ და ვასრულებთ ეგრეთ წოდებულ shadowing-ის ტექნიკას. ანუ რას ნიშნავს shadowing-ის ტექნიკა? მე ვთქვი წინადადება ვიდეოში, თქვენ აპაუზებთ და ცდილობთ იგივე ინტონაციით, იგივე გამოთქმით, წარმოთქვათ იგივე წინადადება. აი ესე ვაკეთებთ მესამე ნაბიჯს თავიდან ბოლომდე. და მეოთხე ნაბიჯი გახლავთ, უნდა მოიძიოთ ახლობელი, ნაცნობი, უცნობი, ან თუ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, საკუთარ თავთან პატარა სცენარივით უნდა გავითამაშოთ. პატარა სცენა უნდა დავდგათ. აი მაგალითად არავინ არ მყავს და ჩემ თავთან ვარ მარტო, მაგალითად მართვის მოწმობისთვის ვარ მისული და DMV-ს თანაშემწე კლერკი, ესე ვთქვათ, ამბობს რომ next in line, შემდეგი ვინ არის რიგში. და მე ვეტყვი, hi, I'd like to apply for a driver's license. ცოტა ტონი უნდა შევცვალოთ, ანუ ერთი ადამიანის ნათქვამი შეიძლება უფრო მაღალ ტონში ითქვას, თქვენი პასუხი შედარებით უფრო დაბალ ტონში. მოგეთ, აი ეს 4 ამ 4 ნაბიჯს თუ ძალიან ყურადღებით გავივლით, თქვენ თვითონ ახავთ შედეგს რა მალე დავდებთ. ეხლა რაც შეეხება ამ ვიდეოების მოსმენის უნარის ამოქაჩვასთან აქვს თუ არა რაიმე შეხება? ნამდვილად აქვს. ერთი რაღაცა მინდა გაგიზიაროთ, რომ სანამ სწრაფ ბუნებრივ ინგლისურის გაგებას დავიწყებთ, აქამდე ძალიან სასარგებლო არის შედარებით ნელი ინგლისურის კარგად გაგება. იმისთვის რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. ამიტომ ჯერ ხდება ნელი ინგლისურის გააზრება და მასთან შეგუება, ხოლო ბოლო ეტაპი არის უკვე სწრაფი ჩვეულებრივი ინგლისურის გაგება. აბა წარმატებები კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით.